ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ხონის გამგებლისა და მისი მოადგილის დაჭერის ფაქტს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. მათი თქმით, ხელისუფლება შეეძლო ეგრეთ წოდებული თეთრი საყელოს პრინციპით ეხელმძღვანელა და ბრალდებულებისთვის აკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა არ შეეფარდებინა. პარტიაში თვლიან, რომ ადგილობრივი ლიდერების დაკავებით ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნების წინ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურებას ცდილობს. ქართული ოცნება საქართველოს რეგიონებში არის დისკრედიტირებული, მისი მხარდაჭერა დრამატულად მცირდება და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური ზეწოლა მოახდინონ პოლიტიკურ ოპონენტებზე და ამ გზით მიაღწიონ წარმატებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. გასულ წელს არჩილ კბილაშვილმა განაცხადა პროკურატურის ახალი სტანდარტის შესახებ, რომ ეგრეთ წოდებული თეთრი საყელოს დანაშაულები, ანუ დანაშაულების სამოხელეო ნაწილში და ფინანსური დანაშაულების მიმართ აღარ იქნებოდა გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა. ეს განცხადება არაერთხელ გაიმეორა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმაც. მიუხედავად ამისა, მაინც მოითხოვეს წინასწარი პატიმრობა ამ შემთხვევაში, რაც სასამართლომაც რა თქმა უნდა გარანტია ჰქონდათ ამის წინასწარ დააკმაყოფილა კიდეც და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი მიზანი იყო არა დანაშაულზე რეაგირება, არამედ პოლიტიკური დევნა. თეთრი საყელოს, ანუ სამოხელეო და ეკონომიკურ დანაშაულში ბრალდებული პირებისთვის წინასწარი პატიმრობის ნაცვლად სხვა სახის აღკვეთი ღონისძიების შეფარდება ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ინიციატივა იყო. კბილაშვილის ინიციატივას მხარს ირაკლი ღარიბაშვილი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც უჭერდნენ. ივანიშვილმა თეთრი საყელოს სტანდარტებისადმი მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის პრეზენტაციაზე. გიგი უგულავას საქმეზე კომენტირებისასაც დაადასტურა. ხვედრაზე ყველა გადაწყვეტილება იყო კონსენსუსის გზით მიღებული. რა გადაწყვეტილებებია ეს, მე შემიძლია ჩამოთვალო. ეს არის გადაწყვეტილება ის, რომ ჩვენ სტანდარტად ვიღებთ იმას, რომ ვისწრაფოთ არაძალადობრივ დანაშაულზე თავის შევიკავოთ დაკავება დაპატიმრებისგან, როცა ამისი კრიტიკული აუცილებლობა არ არის. ასევე ვთქვით, რომ ეს არ არის მყისიერი პროცესი, ეს არის პროცესი დინამიკაში და გარკვეული დრო ჭირდება ამას. თანამდებობა შეუჩერა ქალაქის მერს სასამართლო. მე არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ გავაპროტესტო სასამართლოს გადაწყვეტილება და გარწმუნებთ კიდევ ერთხელ, რომ ეს არ ყოფილა ხელისუფლების, ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება და იგივე სასამართლოს თუ მიაქციეთ ყურადღება, პროკურატურამ მიმართა წინასწარი პატიმრობით უგულავას. და ჩემთვის მოსაწონად იქაც სასამართლო კარგად მოიქცა. მე პირადად უკვე მოქალაქე ვიყავი, არ ვიცი პრემიერის რანგში როგორ მოიქცეოდი, მაგრამ ძალიან მომეწონა, რომ წინასწარი პატიმრობა არ მიუსაჯეს, რამე თუ თეთრი საყელოს დანაშაული ეს ეძახიან, თუ არ არის ის მკვლელი და არ არის თქვა საშიში საზოგადოებისთვის, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე წინასწარ პატიმრობას უნდა ფაქიზად მოვექცეთ და სასამართლომ ეს მოახერხა. ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერების დაკავებისას პოლიტიკური მოტივის არსებობას გამორიცხავენ უმრავლესობის წევრები. მათი თქმით, დაკავებულებს საკმაოდ სერიოზული ბრალდება აქვთ წაყენებული. ნებისმიერ დაკავებაზე ისინი მსგავს განცხადებებს აკეთებენ, თუ ადამიანებს კავშირი აქვს დანაშაულებრივ ქმედებებთან და იქ საკმაოდ სერიოზული ბრალეულობა იკვეთება, როგორც პროკურატურა აცხადებს, ცხადია გამოძიება უნდა დაიწყოს და გამგებლობა ან საკრებულოს თავმჯდომარეობა არ არის იმუნიტეტი, ხო? ამიტომ დაადგენს ყველაფერს გამოძიება და სასამართლო ხა ეს პოლიტიკურ დევნასთან არაფერ კავშირში არ არის, როცა ადამიანები ბიუჯეტის თანხებს უკანონოდ ითვისებენ, თუ ეს დადასტურდა რა თქმა უნდა, ამიტომ სასამართლოს დაველო. ხონის გამგებლისა და მისი მოადგილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. კახა კოჟორიძის თქმით, პროკურატურამ მათი პატიმრობაში დატოვებისთვის საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინასწარ პატიმრობის შეფარდებას დასაბუთება ძალიან აკლდა პროკურატურის მხრიდან და სასამართლოს მხრიდან. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ეხლა ისინი ითვლებიან უდანაშაულო ადამიანებად და უდანაშაულო ადამიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება უნდა ხდებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ასეთი უკიდურეს შემთხვევა ჩვენ მოცემულ შემთხვევაში არ ქონდა და ამიტომ ამბობთ, რომ თუ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული, კი ბატონო, გამოიძიეთ, მაგრამ ეხლა მათი დაკავება და პატიმრობის შეფარდება არ იქნება. სწორედ ამას მიეცემა სხვა ელფერი. ზურაბ ჯიბუხაიასი და ბესიკ ჭელიძის გათავისუფლების მოთხოვნით მათი მხარდამჭერები და ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს ხონის გამგეობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები დაკავებულებისთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკურ ანგარიშწორებად აფასებენ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ. ხონის გამგებელი მის მოადგილესთან ერთად 2 დღის წინ დააკავეს. გამოძიება მათ ხე-ტყის უკანონოდ განკარგვას ედავება.